მიზანი ერთია, პროგრესი მეორეა რა. შენ რო ენერგია გამონახო იმისთვის, რომ მიზნისკენ სვლა გააგრძელო, იმ დაშვებით, რომ მიზანი არის გრძელვადიანი და არა ხვალინდელი. აუცილებელი პირობა არის, რომ საკუთარ პროგრესს დააკვირდე და არ შეედარო სხვას, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ენერგია გამოგეცლება. ხო, მესმის რას ამბობ და ეგ ერთი და მეორე არ იცი სხვის ცხოვრებაში რა ხდება. ანუ გავისთავად. ის რაც გარედან ჩანს, არ ნიშნავს, რომ ეგრე არის შიგნიდანაც. ეგ ინსტაგრამის ეფექტი ხო? ხო და ძალიან დამღლელია, იმიტომ რომ მე საკუთარ თავს ვიჭერ იმაში, რომ გავსკროლავ იქ ან ალექს ჰორმოზი ამომივარდება, ან ვიღაცა და ის 39-ის არის და უკვე ამდენი აქვს, მე კიდე რას ამბობ მინუსში ვარ. არა, გაანებე თავი, შეადარე საკუთარ თავს მარტო და რა პროგრესი გაქვს და მეორედი მიზანი რა ქონდა. ნახე, შენ ხო ჩვენი პრობლემა ამავე დროს რა არის და რაც ჩემ თავსაც ვახსენებ, იმიტომ რომ დღემდე არ მაქვს კარგად ჩამოყალიბებული. მიზანი ჩამოაყალიბე, არტიკულირება მოახდინე შენი მიზნის. სხვა შემთხვევაში ვერ გაზომავ, მიდიხარ თუ არა იმამდე. სხვა შემთხვევაში მიედმოედები ყველაფერს და ეგ იწევს მე ამ შენ შფოთს. თუ შენი მიზანი არის კონკრეტული რაოდენობა ფულის შოვნის, ჩამოწერე რა არის ეგა და დასახე გეგმა და მაგის კენ გაზომე შენი თავი მე რა.